კოდივარის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების უმეტესობას მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი გამარჯვების აღნიშვნა სამშობლოში მოუწია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვების გამო კოდივარელმა გულშემატკივარმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მუნდიალზე გამგზავრება ვერ შეძლო. იჯგუფის შეხვედრაში კოდივარი ეკვადორს დაუპირისპირდა და 91 წუთზე ამად დიალოს გატანილი გოლით 1-0 გაიმარჯვა. გამარჯვება კი სპილოების გულშემატკივრებმა სამშობლოში ქუჩებში გამოსვლით აღნიშნეს. სპილოების თამაში შეუცდომელი იყო. პატარ-პატარა ნაკლები არსებობდა, თუმცა მატჩს 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ. შეტევაში თავიანთი ძალა აჩვენეს და ჩვენ მათით ძალიან ვამაყობთ. ღამით ყუდად არ გაგვითენებია. ვფიქრობ, სპილოებმა საკმაოდ დამაჯერებელი თამაში აჩვენეს. გარკვეულ მომენტში ეკვადორის შეტევის შესაძლებლობა მივეცით და სწორედ ამ დროს გავიტანეთ გოლი, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. გარშემო საოცარი ემოციებია. მადლობა კოდივარს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქვეყანას. კოდივარელი ფეხბურთელი სესკო ფოფანას თქმით, თამაშისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეკვადორი საკუთარ მოედანზე თამაშობდა, რადგან ტრიბუნებზე ძირითადად ეკვადორელი გულშემატკივრები ჭარბობდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, ეს არ იყო მარტივი მეტოქე, ძალიან კარგად თამაშობენ და ყველას აჩვენეს, რატომ არ ჰქონიათ წაგება გასულ 17 მატჩში. ძალიან ბედნიერები ვარ და ვიმედოვნებთ, რომ ძალებს სათანადოდ აღვიდგენ და შემდეგ თამაშსაც კარგად ჩავატარებთ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ყოველთვის პირველი იყო. გქონდა შეგრძნება თითქოს ისინი სახლში თამაშობდნენ, რადგან ტრიბუნებზე ბევრი ყვითელი მაისური იყო. თუმცა ვიცოდით, რომ პირველ ტაიმამდე გოლის გაშვება არ შეიძლებოდა. მეორე ტაიმში შეტევითი გეგმით დაუბრუნდი და საბოლოოდ დაგვიფასდა კიდეც. ჩვენ შევინარჩუნეთ თავდაჯერებულობა და მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყავით. საბოლოოდ სწორედ ამან მოიტანა საბოლოო შედეგი. ეკვადორის ნაკრების კაპიტნის ენერ ვალენსიას თქმით, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით წაგება გუნდისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. ძალიან მტკივნეული მარცხია, მაგრამ უკვე მომავალზე დავიწყეთ ფიქრი და ეს გასახდელშიც ჩანდა. მას შემდეგ რაც გუნდი სებასტიანმა ბეკაშეშემ ჩაიბარა, ბევრი აღმავლობა პერიოდი იყო და ბევრი ჩავარდნაც ჰქონდა, თუმცა ყოველთვის შეგვეძლო სწორი რეაგირება განსაკუთრებით სირთულეების დროს. ესეც სწორედ ერთ-ერთი მსგავსი მომენტი იქნება. იჯგუფში კოდივარის ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ასევე 3 ქულით გერმანიის ნაკრებია, რომელმაც დებიუტანტი კურასაოს ნაკრები 7-1 დაამარცხა. მომდევნო ტურში კოდივარი სწორედ გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო ეკვადორი კურასაოს შეხვდება.